გრიფით საჯარო. ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო. ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. მოგესალმები რადიო ძველი ქალაქის მსმენელს. შეგახსენებთ, რომ ეს გადაცემა გრიფით საჯაროა. მე დღევანდელი გადაცემის წამყვანი გოჩა ჩხეტია გახლავართ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა არის ქუთაისში პარლამენტის დატოვების საკითხი და აქცია, რომელიც გაიმართა დღეს პარლამენტის წინ. და აქცია, რომელიც იმითაც გახდა მნიშვნელოვანი და საინტერესო საზოგადოებისათვის, რომ ამ აქციის მსვლელობას გარკვეულწილად ხელი შეუშალა კოალიცია ოცნების წარმომადგენელმა ბატონმა კობა დავითაშვილმა, როდესაც მან არა ადამიანები და მეცოცხეები უწოდა აქციის ორგანიზატორებს. ჩვენ ამ თემაზე სასაუბროთ მოწვეული ყავს სტუდიაში ბატონი ბაჩუკი გვანცელაძე, ელისო კეთილაძე და ბატონი ირაკლი ჩოგოვაძე. ხალბატონო ელისო, მე მინდა გითხოთ, ვისი ორგანიზებით გაიმართა დღევანდელი აქცია, რა იყო აქციის მიზანი, ვინ მონაწილეობდა და რა მოთხოვნები ჰქონდა თქვენ აქციას დღეს? მოგესალმები რადიო მსმენელს, პირველ რიგში დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. რაც შეეხება აქციას, აქცია ეს აზრი ძალიან დიდი ხანია ასე ვთქვათ მაწუხებს. დიდი ხანია მინდა ამ საკითხზე დავიწყო რაიმე მოძრაობა. და ეს იყო ასე ვთქვათ სახელთანხელოდ დაგეგმილი სოციალურ ქსელში ეს აქცია, რომელიც აიტაცა ჩემო მეგობრებმა friend-list-მა, ასე ვთქვათ. და ის ადამიანები, ვინც დღეს ჩემს გვერდით იდგნენ, თავიანთი ოჯახის წევრებთან ერთად, მათ შორის, შემოუერთდნენ ამ აქციას და აქციის მიზანი არის, რომ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ პარლამენტი რომელიც აშენდა ჩვენს ქალაქში და დავაზუსტოთ, ესე იგი ამ აქციის ორგანიზატორი იყავით პირადად? პირადად მე. პირადად მე და დაანონსება მოხდა Facebook-ის საშუალებით. შემოუერთდა ამას ბატონი ბაჩუკი გვანცელაძე თავისი არასამთავრობო ორგანიზაციით, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობას ვუხდით და აქედან მინდა ყველა აქციის მონაწილეს ჩემთვის ბატონი ბაჩუკი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი რეგიონების განვითარებისათვის. ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოუერთდით ამ აქციას და ყველა ადამიანს აქედან მინდა მადლობა უთხრა, ვინც ამ აქციაში მიიღო მონაწილეობა. განსხვავებით ბატონი კობასგან, ჩემს არ აქვს პარტიულ მიკუთვნებულებას რაიმე მნიშვნელობა და ის მოქალაქე, ვინც დღეს ჩემს გვერდით იდგა, არის ღირსეულია მოქალაქე ამ ქალაქის. მე ასე ვთვლი. მინდა ყველას უთხრა ძალიან დიდი მადლობა, ვინც აქციაზე მობრძანდა. დაახლოებით რამდენი ადამიანი მონაწილეობდა? ალბათ 30 ადამიანი მაინც იქნებოდა. მაგრამ ეს არ იყო რაიმე ამ ერთჯერადი აქციით არ შემოვიფარგლებით. ეს მოძრაობა გაგრძელდება. და ალბათ რაღაც დონეზე მიაღწევს კულმინაციას. უნდა დაინახოს. ელისო, მინდა გითხოთ, თქვენ დღევანდელი აქცია უკავშირდება თუ არა პარლამენტის მხრიდან ან რომელიმე პოლიტიკური ლიდერის მხრიდან რაიმე განცხადებას, ან საკანონმდებლო ცვლილებას, ან კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის რამე ქმედებას, მცდელობას, თუ ეს იყო უბრალოდ სპონტანური? არა, სპონტანური ნამდვილად არ ყოფილა. ანუ ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი. პარლამენტის გადმოტანა, რასაც ქვია და რასაც ეხლა ისინი აკეთებენ, ეს არ არის გადმოტანილი პარლამენტი. გეთანხმებით აბსოლუტურად. ეს არის ნაწილობრივ გადმოტანილი, ისინი თავიანთი რაღაც კონკრეტული მოვალეობის შესასრულებლად მოდიან, ჩაალაგებენ ბარგს და გარბიან. ეს არ არის პარლამენტის გადმოტანა. პარლამენტის გადმოტანა ნიშნავს სამთავრობო კორპუსის, სხვა დიპლომატიური კორპუსის გადმოტანას და ასე შემდეგ და ასე. ეს არ ხდება, ხო, ყველამ კარგად ვიცით, რა დონეზეა პარლამენტი გადმოსული. ან კითხვის ნიშანია. ელისო, მოდით შევახსენოთ საზოგადოებას ასევე, რომ როცა თქვენ ბრძანებთ, რომ ეს არ არის ბოლომდე გადმოტანილი, თუნდაც ის, რომ ჯერ კიდევ პოლიტიკური დებატები ამდენი ხნის მანძილზე გრძელდება, გადაიტანონ თუ დატოვონ, უკვე გამოცხადებულია ტენდერი რამდენადაც ვიცი, თბილისში ყოფილი პარლამენტის შენობის სარეაბილიტაციოდ, ქმნის თუ არა ეს გარკვეულწილად ქალაქის მოსახლეობაში, მთლიანად რეგიონის მოსახლეობაში, ასევე თვით პარლამენტარებში ჩალაგებული ჩემოდნის სინდრომს, რომელიც გარკვეულწილად თვით
პარლამენტარებსაც კი გარკვეულ ადაპტაციის უნარების ჩამოყალიბებაში ხარს უწყობს. ისინი ზიან, ასე ვთქვათ, ჩალაგებულ ჩემოდებებზე, როდის მოუწევთ მათ გადასვლა თბილისში და განახლება იქ, ასე ვთქვათ, საპარლამენტო მუშაობის, მათ არიციან. ეს გარკვეულწილად ფიქრობ ალბათ, რომ გარკვეულწილად მათაც ხელს უნდა უშლიდეს დამკვიდრდნენ ქუთაისში, ასე ვთქვათ, საპარლამენტო მუშაობისთვის, ისინი მორალურად და ფსიქიურად იყვნენ განწყობილები. აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს არის შეგნებულად ცდელობა იმისა, ფსიქოლოგიურად, გაურკვევლობაზე ქაოსის შეგრძნებას იწვევს ის, რომ არ არის დადგენილი ხა. ხვალ შეიძლება ისევ გადავიდე თბილისში. ხა მე რო თბილისის მოქალაქე ვარ, ბუნებრივია სახლთან ახლოს მირჩევნია სამსახური, ხო? მაგრამ სხვა პასუხისმგებლობაა, როდესაც ხალხის მიერ ხარ არჩეული. შენ ხალხმა რომ მოგანიჭა ის მანდატი, კეთილი ინებე და სადაც არის პარლამენტი, იქ ჩაატარეს ხდომა. სადაც არის შენი ვალდებულება აღსასრულებელი, იქ აღასრულე ეს ვალდებულება. აი, ასეთი უნდა იყოს დეპუტატის დამოკიდებულება ხალხის მიმართ. ბოლოს და ბოლოს მათ ხომ იცოდნენ, რომ კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილსამყოფელად ჩაწერილი იყო ქუთაისი. მათ იცოდნენ, რომ თუ ისინი პარლამენტში მოხვდებოდნენ, მათი სამუშაო ადგილი იქნებოდა ქალაქი ქუთაისი, ხო? იცოდნენ, რა თქმა უნდა, ეს კონსტიტუციაში გასავალდებულო გაწევა ხომ არ არის. მათ ნებაყოფილობით იყარეს პარლამენტარობა. არავის არ დაუვალებია, გეთანხმებით, არავის არ მოუთხოვია ხა არც ერთი დეპუტატისთვის, რომ გინდა თუ არა იყარე კენჭი. მათ აბსოლუტურად კარგად ჰქონდათ შეგნებული, სად იყო პარლამენტი კონსტიტუციურად გაწერილი და იყარეს მაინც კენჭი და მიიღეს მანდატი, ხო, მოქალაქეებისგან. და კეთილი ინებონ აღასრულონ თავიანთი ვალი. აღასრულონ იქ, სადაც არის ახლა პარლამენტი. გარდა ამისა არის ძალიან აი ნიჰილისტური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. კომუნიკაციის პრობლემა. რას ნიშნავს 21 საუკუნეში კომუნიკაციის პრობლემა ამიხსნას ვინმე? აი შეიძლება 21 საუკუნეში იწუწუნოს დეპუტატმა კომუნიკაციის პრობლემაზე? ესე კომუნიკაცია პარლამენტსა და მთავრობას შორის. პარლამენტსა და მთავრობას შორის. ახლა ამაზე რაღაცა წუწუნი და ამაზე რაღაც მერკანტილური დამოკიდებულება არის ძალიან ამაზრზენი. რაც იწვევს აბსოლუტურად მოქალაქეობრივ პროტესტს, კიდე? იყო დღეს ბატონმა კობამ ბრძანა, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილი აქცია. ბატონო კობა, მოგმართავთ აქედან. იქაც გავაჟღერე ეს განცხადება. არ ვარ ნაციონალური მოძრაობის არც აქტივისტი, არც პარტიული წარმომადგენელი, ვარ ქუთაისის მოქალაქე. და ეს არის აბსოლუტურად ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება, ვიდგე იქ და დავიცვა ჩემს ქალაქში პარლამენტი, დავიცვა ჩემი ქალაქის განვითარების ერთადერთი ამ ეტაპზე ერთადერთი საშუალება. ბატონო ბაჩუკი, თქვენი ორგანიზაცია ჩამოყალიბების დღიდანვე სწორედაც რომ ამ მიზანს ემსახურება და ორგანიზაციის დასახელებაშიც კი ჩანს ის მიზანი, რისთვისაც შეიქმნა, ხო, ასე იგი ქუთაისის საპარლამენტო ქალაქი რეგიონის განვითარებისათვის. თქვენ ალბათ ძალდატანებით არავინ გაიძულათ რომ აქციაზე მისულიყავით, რა თქმა უნდა, თქვენ საიდან შეიტყვეთ და როგორ მოხდა რომ თქვენც ორგანიზებულად აღმოჩნდით დღევანდელ აქციაზე? უღრმესი მადლობა ბატონო გოჩა, უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით. მივესალმები ჩვენ რადიო მსმენელებს და მინდა ერთი რაღაცა ვთქვა. ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ, მე ელისო კილაძე, ირაკლი ჩოგოვაძე, პიკასო, ელისო ბოდიშმაპატი, ელისო კეთილაძე, ირაკლი ჩოგოვაძე. მოკლედ ის ჯგუფი, რომელსაც ნამდვილად გვინდა რომ პარლამენტი დარჩეს ქუთაისში და ეს ჩვენი ახირება არა. ეს არის ერთადერთი საშუალება ამჟამად ჯერჯერობით რომ ქუთაისი დარჩეს ის ღირსეული ქალაქი, რომელსაც იმსახურებს ქუთაისი და ქუთაისლები რა. ახლა გეტყვით მოკლედ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ქალბატონი ელისო კეთილაძის მიერ დაანონსებულ ღონისძიებას შეუერთდა ასევე ერთ-ერთი ზალა ვიყავით, რომელიც გვერდჩევედექით და ყველაფერი აბსოლუტურად სამუშაო რაც კი შეიძლება ორ დღეში ჩატეულიყო და მოსწრებულიყო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს აქცია ასე თუ ისე ნორმალურად ჩატარებულიყო. მაგრამ ბატონო ბაჩუკი, თქვენ ბრძანდებით ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრი აქტივისტი? არა, მინდოდა ზუსტად ამიფიქსირებინა, რომ არავითარი ნაციონალური
ეროვნული მოძრაობის წევრი არა ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ვიზიარებ იმას, რომ ქუთაისში უნდა იყოს პარლამენტი, რათა კიდევ და კიდევ ვიმეორებ. ქუთაისს და მთლიან დასავლეთ საქართველოს მიეცეს ნორმალური ფუნქციონირების საშუალება და ეს თუ შეუწყობს ხელს პარლამენტის ქუთაისში ყოფნა თუ არა, არავითარ შემთხვევაში ხელს არ შეუშლის რა ამას. მე მაქვს ამასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრებები ბატონო გოჩა თქვენ იცით, ეკონომიკურად ყველაფერი აბსოლუტურად ინფრასტრუქტურა, სამუშაო ხელი რა შეიძლება რომ მოიტანოს. მაჩუკი, მოდი, ჩემი თხოვნა იქნება, რა არის ესეთ გუშინ მე Facebook-ზე მქონდა ერთ ქუთაისელ დარბაზსა ქალბატონთან ძალიან სერიოზული დისკუსია იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა ქალაქისთვის მისი ეკონომიკური სტიმულირებისათვის, პოლიტიკური, ეკონომიკური განვითარებისათვის პარლამენტის დაატოვება და ქუთაისში და წავაწყდა ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას ამ ქალბატონის მხრიდან. საახლოებით იქნებოდა 65-70 წლამდე ქალბატონი ძალიან გამიჭირდა მასთან დისკუსია, ბოლოს იძულებული გავხდით ამენებებია, იმიტომ რომ ამოჩემებული აქვს, აკვიატებული აქვს, რომ აი ეს ხომ გააკეთეს ნაციონალებმა, ეს ხომ გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა და ამიტომ არ გვინდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ეშმაკის აშენებულის რომ ყოფილიყო პარლამენტის შენობა და ეშმაკის მიერ რომ ყოფილიყო გადაწყვეტილება მიღებული ქუთაისში. ღირს თუ არა მაინც ხარდაჭერა ნამდვილად სიკეთის შესანარჩუნებლად. უბრალოდ ბატონო გოჩა ეს ყველაფერი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს იმ ადამიანთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ იმ ქალბატონთან დაკავშირებით და იმიტომ რომ აი პირდაპირ გეუბნებით ჯინაზე რამის გაკეთება რაღაც ეს იმათი გაკეთებულია ეს გამოვაცხადოთ ჯოჯოხეთად ეშმაკეულად და ხაზი გადაუსვათ კარგზე მაქვს ლაპარაკი რა თქმა უნდა მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები ამას შეკაი ადამიანო ეს არის კარგია შენი მომავალისთვის კარგია შენთვის კარგია შენი ქალაქისთვის კარგია შენი რაიონისთვის კარგია შენი კუთხეისთვის კარგია შენი ყველაფერი აბსოლუტურად რაც შეიძლება კარგი იყოს როგორ შეიძლება ზიზღით ილაპარაკო იმიტომ რომ არ შეიძლება ეგ იმის გაკეთებულია ნაციონალების გაკეთებულია და აქედან გამომდინარე ის არ უნდა არსებობდეს ვერავითარ შემთხვევაში მე ამას ვერ გავიზიარებ ვერ დავეთანხმები მე კი არა უბრალოდ ნორმალურად და ნორმალურ ჭკუის ყოფილი ადამიანი ალბათ ამაც ვერ გაიზიარებს ვერავე. კიდევ ერთხელ გეუბნებით რაც კარგია ის უნდა შევინარჩუნოთ და უნდა გავამტკიცოთ უფრო უკეთესად უნდა წავიყვანოთ ეს მიმართულება და ეს საქმე წინ რაც უდია ის უნდა დავიწყოთ და რა თქმა უნდა ის უნდა მოვიშოროთ თავიდან მაგრამ კარგზეთაც ვიძახოთ რომ ეს რაღაც იმათი გაკეთებულია ეს არ უნდა იყოს ამას ნამდვილად ვერ გავიზიარებ ბატონო გოჩა ეს არის იმ ადამიანთან დაკავშირებით რაც თქვენ ხან შემეკითხეთ იმ ანდილოსთან დაკავშირებით თუ შეიძლება ერთი ძამი რეპლიკას ეშმაკის აშენებული ოფრცანეთ და რომ იყოს ეშმაკის აშენებული მე მინდა მოვახსენო საზოგადოებას რომ ეშმაკები არ აშენებენ ეშმაკები მხოლოდ ანგრევენ აღმშენებლობა და შემოქმედებით უფრო მხოლოდ შეუძლია ღმერთს ესე გადახვევა ბატონო ირაკლი დღეს თქვენ მეუღლესთან და თქვენს ორი შვილთან ერთად იყავით აქციაზე არა ერთ შვილთან ერთად ვიყავი ერთი სკოლაში გახდათ უკაცრად მე მქონდა ინფორმაცია რომ ორივე შვილი გახდათ აქციაზე. სხვათა შორის თქვენი შვილის სურათი დღეს Facebook-ზე, ასე ვთქვათ, აიტვირთა, რომელსაც კალიასკაში ეგრეთ წოდებულ ეთლში, ხო? ბავშვის ეთლში, თან უკან ფონზე აქვს ლიფლეტი, ნუ წამართმევთ პარლამენტს. საკმაოდ პოპულარული გახდა ეს სურათი, საკმაოდ მრავალრიცხოვანი გაზიარებები და, ასე ვთქვათ, ლაიქები გააჩნია, მოწონებები გააჩნია. თქვენ რატომ და როგორ აღმოჩნდით ამ აქციას? უძილო გაგვჭირს ჩვენ საერთოდ ქართველებს ხამით და ეხლა გართობის საუკეთესო საშუალება არის ეგრეთ წოდებული Facebook-ის სოციალური ქსელები. და სად იყო და სად არა დაიდო სტატუსი და უშენიერეს ქალბატონმა გვარად კეთილაძემ დაადო ესეთი ღონისძიება რომ შევიკრიბოთ პარლამენტის წინ და აბა ხუთზე კაცი გამოვიდნენ და მე რა თქმა უნდა დავეთანხმე. ეს ცოტა ახლა კომედიურ ჟანრში ვყავი ამას, მაგრამ ეს უზარმაზარ გულის ტკივილს მანიჭებს მე რაც ამ პარლამენტს შეეხება, იმიტომ რომ უზარმაზარი რესურსი მატერიალური, ადამიანური რესურსი ჩაიდო ამ უნიკალური შენობის აშენებაში და ახლა როდესაც ამბობენ რომ ავიღოთ და გადავიტანოთ ისევ თბილისში ძველ შენობაშიო, ეს არის შეურაცხყოფელი. მარტო ქუთაისლებისთვის კი არა, მთელი საქართველოსთვის არის შეურაცხყოფელი.
მე ახლა მინდა არ შემიძლია გამოვეხმაურო კობა დავითაშვილის საოცარ გამოსვლას. აიღო ეს მე არ ვიცი. ბატონო ირაკლი, მინდა გითხოთ, თუ გამოვიდა ვინმე პარლამენტიდან, რომელიმე პარლამენტის წევრი, ვინც მაგათაც ხარდაჭერა გამოგიცხადა, თუ იყოს ესეთი შემთხვევა. გზადაგზა მოდიოდნენ პარლამენტარები, გვესალმებოდნენ და შედიოდნენ ხოლმე. იმიტომ რომ სხდომა იწყებოდა და აქ მოხდა რაღაც საწინააღმდეგო. ბატონი კობა დავითაშვილი გამოვიდა პარლამენტიდან. ეს რაღაც დაგეგმილი პროვოკაციას გავდა და მოვიდა და დაიწყო პირდაპირ უშველი სიტყვებით მოგმართა, რომ თქვენ ახართ მოგზავნილები, თქვენ ახართ მეცოცხლეები. ახლა მე რომელიც ჩემ ოჯახთან ერთად ვიყავი, ჩემ მეუღლესთან, ჩემ ცირცლოვან ბავშვთან ერთად, გარდა ჩემი მეგობარი, ბატონი ვახოც ვარიანი მზანდებოდა თავის მეუღლესთან, ასევე ბავშვთან ერთად, არა? რა სიტყვებია ეს და რითიმ შეიძლება ამ კაცმა გაიმართლოს თავი და საერთოდ რა უნდა ამ პიროვნებას პარლამენტში და რომელი დემოკრატიის მსახური არის ესეთი პიროვნება ძალიან მაინტერესებს და მიპასუხოს თუ შეუძლია იყოს ხოთაშორის მოდით ასე შევთანხმდეთ აი თქვენი ჯგუფიდან სავარაუდოდ ალბათ ორი ადამიანი შესაძლებლობა იქნება მომდევნო ოთხშაბათს და ბატონ კობასაც რომ ვთხოვოთ და მომდევნო ოთხშაბათს თქვენ სამეულიდან ორი ადამიანი უბრალოდ ტექნიკური საშუალება არის ძლევა სტუდიის რომ აქ ოთხი ადამიანი განვათავსო და ბატონ კობას დაუკავშირდები მე მაქვს მისი ტელეფონი და იქნებ დავითანხმოთ და მომდევნო ოთხშაბათს ამ პარლამენტის ქუთაისში ყოფნის ავკარგიანობაზე ამ აქციაზე გამოხატულ აგრესიაზედაც იქნებ გააკეთოს. გზადაგზა რაღაც საინტერესო რაღაცები მახსენდება სხვადასხვა კობა დავითაშვილის ბევრი საინტერესო არ უთქვამს, მაგრამ ესეთი რაღაც სულელური ფრაზაც წამოაყრანდალა. ცოტა კორექტულად ბატონო. არა, ეს წამოყრანდალება, იმიტომ რომ თუ კარგი უნდა თქვენ პრეზიდენტო, ესე მოგმართა, ის ქალაქის ცენტრში ააშენებდა აი ამ პარლამენტის შენობას და არა აქო გადასაღაც გადაკარგულშიო. რა არის ეს? რა ფორმა არის? სამიმართვა, საერთოდ მე არ ვიცი რა უნდა ამ ადამიანს მე ვიგავი. გარკვეულწილად ვფიქრობ რომ გარკვეულწილად შეურაცხყოფა მიაყენა ავტოხახნის დასახლების მცხოვრებლებს. პირიქით ტენდენცია არის ესეთი რომ გავიტანოთ იმ ადგილებში სადაც ნაკლებად განვითარებული ახლა ქალაქის ისტორიული ცენტრში ახლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ უნდა დავანგრიოთ იქ ისტორიული შენობები ან და ის მწვანე უჯრედი რაც აგვაქვს ჩვენ და ეს ქუთაისის სახეგანგმული ბაღი აი იმ ადგილზე უნდა აგვეშენებინა პარლამენტი რა როგორ აზროვნებს ეს ხალხი ჩემთვის წარმოუდგენელია. მინდა შევეხო არაჩვეულებრივ პლაკატს სხვათა შორის ელისოს ეჭირა მგონი ხელში ჩვენ ხალხი ვართ ასე რატომ გიყურებთ და არ შემიძლია აქედან გამოვეხმაურო ქალბატონ ეკა ბესელიას აბსოლუტურად ფრინავ ფრაზას რომელმაც მოგმართა ქუთაისლებს რომ პარლამენტი უნდა იყოს იქ სადაც ხალხია და ნუ ქუთაისში არ ვცხოვრობთ ჩვენ ხალხი მიუხედავად იმისა რომ ჩვენ გაგვაჩნია კიდურები ჩვენ ვისწავლეთ ფეხზე დავდივართ და გაგვაჩნია დანაწევრებული მეტყველება ჩვენ ხალხად მაინც არ გთვლის ეს ქალბატონი და რაშია საქმე და რას ხალხთან ახლოს რომელ ხალხთან ახლოს იქნებ საერთოდ გადავიტანოთ გამოვაცხადოთ გუბერნია და პარლამენტი გვაქვს ერთი პარლამენტი მაშინ გუბერნია ეგრეთ წოდებული პარლამენტი არის იქ დუმა ეგრეთ წოდებული და დაждენ იქა და უსაიფონ რა გამოთქმა ესა და საერთოდ ამას ცოტა ავარიდა ჩვენ ყური ქუთაისლებმა და არანაირი გამოხმაურება ამ ქალბატონმა უნდა მოიხადოს ქუთაისლების მიმართ ბოდიში გეთანხმებით. არ შემიძლია არ შევეხოთ ჩვენ მაჟორიტარულ დეპუტატს, რომელიც არ ვიცი პათოლოგიურ ძილით მდგომარეობაში იმყოფება ყოველთვის. ეს ვიზია საუბარი? ბატონ გუბასანიკიძეზე. ის ჩვენი არ კარგი თქვი, ან ცუდი თქვი, რომ გაიგერო შენი მოსახლეობა, შენი ქალაქის მოსახლეობა ქვემოთ დგას და რაღაცას აპროტესტა, რაღაც ჩამობძანდი შეკარგო ადამიანო და ერთი სიტყვა თქვენ ცდებით, თქვენ ასე ამ კაც საერთოდ არ უნდა ქუთაისლებთან ურთიერთობა, ვინ არის ეს? აი ესეთი კითხვის ნიშნებს ვსვამ მე და ახლა თუ მიპასუხებს ვინმე ძალიან მოხარული ვიქნები. ვაგლობთ ყურადღებას. სხვათა შორის რაც ბატონმა ირაკლი მისაუბრა, გარკვეულწილად მართლა შეურაცხყოფის შეურაცხყოფელი არის და იქნებ ღირდეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და აქტიურმა ქუთაისელმა მოქალაქეებმა გააკეთოთ ერთგვარი ბრიფინგი პრესკონფერენცია და მოუწოდოთ კორექტულობისაკენ ჩვენი პარლამენტის წევრებს. მე დღეს ჩემს Facebook გვერდზეც დავდევი ამის შესახებ სტატუსს და მე პირადად შევეცადე მაქსიმალურად კორექტული ყოფილიყავი. არ მინდა დავამსგავსო არაკორექტულ გამოთქმებში დეპუტატებს. და ამის შესახებ გავაკეთე მე განცხადება ჩემს Facebook-ს გვერდზე და იმედი მაქვს გამოეხმაურებიან ამას პრესის თანამშრომლები და წარმომადგენლები და რაც შეეხება იმ გამოთქმებს რაც დღეს მოვისმინე ბატონი კობასგან რომ თქვენ ნაციონალები არ არიან ხალხი მათი მხარდამჭერებიც იგულისხმება ამაში არ არიან ხალხი დღეს აქციაზე იდგა აი ეს ბავშვი არ არის ხალხი
ელისო რა არის იცით ბევრი რადიო მსმენელი ვერ უყურებს ჩვენს ვიდეო გამოსახულებას და გთხოვთ მიაწოდოთ ინფორმაცია რა სურათია და სურათზე ვინ არის გამოსახული. ამაზე გამოსახულია რამდენადაც ვიცი ირაკლის პატარა ირაკლი ჩოგოვაძის შვილი, პატარა გოგონა, რომელიც თავის მშობლებმა ეტლით მოიყვანეს აქციას. ამ ბავშვის მშობლები თვლიან, რომ ამ ბავშვის მომავალია ის პარლამენტი. აი ამ ბავშვის მომავალი დევს იმ პარლამენტში. ეს ბავშვი არ არის ხალხი? ბატონო კოპა, გამეცით ამაზე პასუხი. ეს ბავშვი არ არის ხალხი? ბატონო ირაკლი, მოდით ჩაგეკითხებით. თქვენ როგორ უყურებთ აი თქვენი შვილის მომავალი როგორ შეიძლება უკავშირდებოდეს პარლამენტის ქუთაისში არსებობას? სამწუხაროდ ბატონი ბიძინა ჩვენი პრემიერ-მინისტრი მოვიდა თუ არა ხელისუფლებაში მისი ერთ-ერთი პირველი რომ აუცილებლად პარლამენტი ისევ დაუბრუნდება ძველ ადგილ სამყოფელს განაცხადა და თქვენ იცით როგორი განცხადებები მიდიოდა ქალაქის მერიაში სამშობლო ორგანიზაციები რომ იშენდებოდა ძალიან ბევრი პროექტი იყო გათვალისწინებული და ამ განცხადების შემდეგ ქალაქი მოიცვა აბსოლუტურად დეპრესია. აი ამას წინათ ახლა ვკითხულობდი რომ ბატონი უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარემ უზარმაზარი კონფერენცია პარლამენტის სახელით ჩაატარა თბილისში. ნუ სასაცილო არის და კონფერენციები ტარდება თბილისში. კონფერენციები პარლამენტის ეგიდით კონფერენციები იგებდა და ტარდება თბილისში საქართველოს დედაქალაქში და საქართველოს ალჯირსახობელი თუ არის ქუთაისში მაშინ როგორ განვითარდება თუ არ უნდათ და იქ არის ათასწლეულის არაჩვეულებრივი პარკი რომელსაც იყო იქ ძალიან განვითარების საშუალება როგორ უნდა განვითარებულიყო როგორ უნდა მოწყობილ ლანდშაფტურ არქიტექტურაზე იყო საუბარი ლანდშაფტურ ბაღის მოწყობაზე ერთი ხი არ დარგულა ერთი ხერა ნუ თუ არ ცხენია პარლამენტის თავმჯდომარეს რომ 7 თვეა იმყოფება ქალაქ ქუთაისში გავერანებულ პარკს უყურებს ყოველ დღე და არა აქვს სურვილი რომ ერთი ხე მაინც დარგოს იქა. ეს არ არის ხმამაღალი გამოცხადებები ეს უბრალოდ არ ვიცი მე ეს ხალხი რას ფიქრობს საერთოდ. თუ ეს არ არის საქართველო თუ არ არის ქუთაისი საქართველოს ისეთ ვთქვათ კაცო თუ არ არის საქართველო რაც შეეხება ამ შენობის არქიტექტურულ მხარეს თქვენ ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ ჩვენი გადაცემის მეორე ნახევარში ეხლა მე მინდა გავიდეთ სარეკლამო ჯრაზე სულ ამდენიმე წუთში დავბრუნდებით იგივე თემით რადიო ეთერში. რასაკეთებთ, როცა ფული გჭირდებათ? თანაც სწრაფად, მარტივად და დაბალ პროცენტში. გირაოდ კი მხოლოდ ავტომობილის ჩადება შეგიძლიათ. მიდიხართ ჯეოკაპიტალის ოფისში, წერეთლის ხუთში, ქარვასლის პირდაპირ. შემოსავლის დადასტურება საჭირო არ არის. არც დასხვევა, არც ავტომობილის გადაფორმება. ტარების უფლებაც გინარჩუნდებათ. 1 საათიც და ფული თქვენია. და პროცენტი? 6%. ყველაზე დაბალი განაკვეთი ბაზარზე. მაგარი არა? ჯეოკაპიტალი, ქუთაისი, წერეთლის 5 ან ზვიად გამსახურდიას 19. ტელეფონი 26 70 70. ჯეოკაპიტალი. სესხი მხოლოდ ავტომობილით. გინდა შენი იღბალი და ინტუიცია რეალურად გამოსცადო. ეცვიე კაზინო სამთუს. რეალურ დროსა და რეალურ გარემოში უამრავი თამაშები გელოდება. კარტების ყველა თამაშები რეალურ დილერებთან, პოკერის ტურნირები, რულეტკა და უამრავი სხვა თამაშები. შეიგრძენი ნამდვილი კაზინოს გარემო მხოლოდ ჩვენთან. ქუთაისის ამტრედიის გზის 13 კილომეტრზე. სოფელი ქვიტირი. კაზინო 3 ტუზი. სიახლე კასტელ ჯორჯიასგან, პირველად ქართული ლუდის ბაზარზე. ნახევარლიტრიანი ლუდი გერმანული მხოლოდ 1 ლარად. არაფერი მოგესმათ. შეიძინეთ ნებისმიერ მაღაზიაში ნახევარლიტრიანი ლუდი გერმანული მხოლოდ 1 ლარად. კასტელ ჯორჯია, ძველი ქალაქის დღის ეთერის გენერალური სპონსორი. ფულს რეკლამის გარეშე მხოლოდ ზარაფხანაში აკეთებენ. 24-10-79, ძველი ქალაქის სარეკლამო სამსახური. სიახლე კასტელ ჯორჯიასგან, პირველად ქართული ლუდის ბაზარზე. ნახევარლიტრიანი ლუდი გერმანული მხოლოდ 1 ლარად. არაფერი მოგესმათ. შეიძინეთ ნებისმიერ მაღაზიაში ნახევარლიტრიანი ლუდი გერმანული მხოლოდ 1 ლარად. კასტელ ჯორჯია, ძველი ქალაქის დღის ეთერის გენერალური სპონსორი.
სლოტ კაზინო კრისტალბეთი გთავაზობთ გრანდიოზულ გათამაშებას, რომლის საპრიზო ფონდი შეადგენს 100,000 ლარს. აქ გეძლევათ შანსი მოიგოთ Subaru XV. ყოველ ხუთშაბათს თამაშდება 2,000 ლარი და ავტომობილის გასათამაშებელი 12 ცალი ბილეთი. ასევე წარმოგიდგენთ თანამედროვე ტიპის სათამაშო აპარატებს და ყოველდღიურ გარანტირებულ 2, 500 ლარიან და 1000 ლარიან ჯეკპოტს. ჩვენთან ფუნქციონირებს ინტერნეტ ტოტალიზატორი კრისტალბეთი, მაქსიმალური კოეფიციენტებით და კომბინაციების დიდი არჩევანით. სლოტ კაზინო კრისტალბეთი. ფულის დაზოგვის მიზნით რეკლამაზე უარის თქმა იგივეა, რაც საათის გაჩერება დროის დაზოგვის მიზნით. 24 10 79 ძველი ქალაქის სარეკლამო სამსახური. გაცვალი აზრები. მიულოცე. მოუწყვე სიურპრიზი. მოითხოვე საყვარელი სიმღერა. გამოგზავნე SMS-ი ნომერზე 179. ან ისარგებლე უფასო SMS მომსახურებით ჩვენ საიტზე, მისამართზე www.radio.dk.ge. ძველი ქალაქის SMS show. აქ შენი მეგობრები არიან. გრიფით საჯარო, ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. ჩვენ დავუბრუნდით რადიო ეთერს, მინდა შეგახსენოთ, რომ ეს გადაცემა გრიფით საჯაროა. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა არის პარლამენტის ქუთაისში ყოფნა არ ყოფნის საკითხი და ის აქცია, რომელიც ამ თემატიკას მიეძღვნა დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო პირების ინიციატივით ორგანიზებული. მე ამ გადაცემის წამყვანი კოჩეჩხეტია გახლავართ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან ბატონი ბაჩუკი კვანცელაძე, ელისო კეთილაძე და ირაკლი ჩოგოვაძე. ბატონი ირაკლი, ამ ბოლო დროს ინტერნეტში ძალიან ხშირად ვაწყდები სურათებს საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა რაკურსიდან გადაღებულს და მოხსენიებული არის ჩვენი პარლამენტის შენობა მსოფლიო არქიტექტურის ერთ-ერთ, ასე ვთქვათ, თვალსაჩინო ძეგლად და რა შეგიძლიათ თქვათ თქვენ ამ არქიტექტურის შესახებ, როგორც ამ დარგის სპეციალისტმა და თქვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით კიდევ რა ჭირი გაგვიწყრა ამ ქართველებს და განსაკუთრებით ზოგიერთ სკეპტიკოს ქუთაისას, რომ ამ ასე ვთქვათ შენობის არქიტექტურას ვერანაირად ვერ ღებულობენ, მაშინ როდესაც ძალიან ბევრმა კვალიფიციურმა ექსპერტმა შენობა აღიარა ერთ-ერთ საუკეთესო არქიტექტურულ ნიმუშად. ახლა ცოტა გადამეტებულია, მე რამოდენად ექსპერტი არა ვარ არქიტექტურაში, მხატვარი ვარ და ჩემი ესთეტიკა გამაჩნია, რა თქმა უნდა, მიყვარს არქიტექტურა. თქვენ იცით, რომ ჩემი ძმა არქიტექტორი არის და ასე თუ ისე ჩახედული ვარ აი ამ დარგში. ნუ შეძლებს დაგვარად არქიტექტურა ძალიან დიდი მოცულობის არის საერთოდ და თანამედროვე არქიტექტურა განსაკუთრებით მიტაცებს. ნაციონალური მოძრაობა მოვიდა თუ არა ხელისუფლებაში, დაიწყო აბსოლუტურად ახალი პროექტების, ახალი თანამედროვე სახის შექმნა საქართველოში. და თქვენ იცით, რომ ცნობილი გამოთქვა, რომ შენობები ძალიან ზემოქმედებს საზოგადოებაზე და ასხოფერებს საზოგადოებას. და სწორედ ამ ახალგაზრდა გუნდის ერთ-ერთი მიზანი იყოს, რომ ავაშენოთ საუკეთესო ადმინისტრაციული შენობები საქართველოში. ეს მანდამაინც სიძულეზე არ არის საქმე, ზოგი იყო ძალიან ძვირადღირებული პროექტი, ზოგი იყო ნაკლებად ძვირადღირებული, ზოგი იაფი. და ძალიან კარგი არის, ამაზე არ დავიწყებ საუბარი, არაჩვეულებრივი იუსტიციის სახლები აშენდა საქართველოში, მართლაც რომ გამოირჩევა თავისი არქიტექტურული დიახ. შემდეგ იყო მიკელადე ლუკის არაჩვეულებრივი ხიდი, მშვიდობის ხიდი, პრეზიდენტის სასახლე, იუსტიციის სახლი, მიკელადე ლუკის იუსტიციის სახლი ბათუმში. და საერთოდ დაგვირგვინება იყო ამ არქიტექტურული მოძრაობის დიდი იუსტიციის სასახლე, რომელიც თბილისში ძალიან ცნობილმა იტალიელმა, ასევე იტალიელმა არქიტექტორმა გვარი ახლა ხან მავიწყდება ხოლმე დააპროექტა და შევიდა. დიახ. ამის შემდეგ, როდესაც მაგრამ მანამდე შენდებოდა ქუთაისის პარლამენტი. ქუთაისის პარლამენტი არის უნიკალური შენობა. თქვენ იცით, რომ ეს შენობა 1600 ბოძიზე ემყარება, რომელიც 300 მეტრის თუ 30 მეტრის სიღრმეში არის და მართლა უნიკალური შენობა არის თავისი
თავისი ფორმით, თავისი შინაარსით და ეს დაპროექტებულია სპეციალურად პარლამენტის მუშაობისათვის და არის ძალიან საინტერესო რომ აქ არის ორი ნაწილისაგან შედგება, ერთი ეს ხდომათა დარბაზები რომელიც არის და მეორე ნაწილი სადაც ადმინისტრაცია არის განლაგებული და ისინი ერთმანეთს გვირაბით უკავშირდება და მე არ ვიცი როგორ შეიძლება ესეთი შენობა არ მოწონდეს ადამიანს. ეს ესპანელი არქიტექტორებს ეკუთვნის, CMD ინჟინერები ესეთი არის ორგანიზაცია და სხვათა შორის მისი უფროსი ბატონო ირაკლი ხომ არ მოხდა ესეთი რამ რომ ამ არქიტექტურამ უახლესმა უთანამედრო ულესმა არქიტექტურულმა ნიმუშებმა თავისი აზროვნებით წინ გაუსწრო ქართული საზოგადოების მენტალობას და ამიტომ შეიძლება მიუღებოდეს. გოჩა ჩვენ გვყავს ძალიან მდიდარი პრემიერ-მინისტრი. რამოდენიმე მილიარდი აქვს მას. ის ყიდულობს ძალიან ძვირადღირებულ ხელოვნების ნიმუშებს. თქვენ იცით რომ პიკასოს დორაში 95 მილიონი გარდაიხადა, ხო? აბსოლუტურად ის არ მორიდებია თანხებს და სოლოლაკში ააშენა არაჩვეულებრივი რეზიდენცია, ბიზნეს ცენტრი და რეზიდენცია, თქვენ ხართ შეიმბატონი, შინტაკამოცუ, სხვათა შორის იაპონური მართლია შინტაკამოცუ ეს არის თანამედროვეების შედევრი, მაგრამ ეს კაცი ამბობს რომ ჩემი შენობა არის არაჩვეულებრივი, ჩემი შუშა არის შუშა, მაგრამ თქვენი ეს თქვენი ნაცნობ მოძრაობის გაკეთებული ეს არაფრად არ ვარგა და ეს ყველაფერი უნდა დაინგრეს და მე ასეთ მიდგომას მე მგონი რომ ცოტა ამონტყოფური მიდგომაც კი არის რატომ უნდა დაინგრეს ჩვენ უნდა ვიყოთ შენებაზე ორიენტაცია რატომ უნდა დავანგრიოთ რას გვიშლის ეს შუშის ხიდი ეგრეთ წოდებული შვიდობის ხიდი მე არ ვიცი აი მაქსიმალურ ფუქსას ეს სწორედ გამახსენდა მაქსიმალურ ფუქსასი არის იტალიელი არქიტექტორი ვინც დააპროექტა თბილისის იუსტიციის სასახლე კაცი რომში დაიბადა და რომში აქვს ეს უზარმაზარი სტუდია მართლა საუკუნეები ღაღადებენ რომში და ამ ზაფხულს ვიყავი და ავისწრე ჩემი ოცნება ჩემ ბავშვთან ერთად და იმ ქალაქში დაბადებული ახლა დაამახინჯებს ქალაქის ისტორიულ სახეს თბილისში რომშია კაცი დაბადებული რომში აქვს სტუდია და არაო ისო მასშტაბებს არ შეესაბამებოდა ყოვლის ცოდნი არის ეს პიროვნება და მე მაგალითად ძალიან კრიტიკულად უყურებ აი ამ ასეთ გამოხტომებს დავარქვამდი მე ამას და ერთიც მინდა გითხრათ რომ გამოვიდა ჩვენი პრემიერ-მინისტრი და თქვა ესეთი განცხადება გააკეთა რომ ძალიან კარგი არის ეს ქუთაისში აშენებული საქართველოს პარლამენტის შენობა არაჩვეულებრივია მაგრამ ესო ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება აქ მომუშავე ადამიანებს უკვე აპრილის თვეშიო იმიტომ რომ ამისო გათბობაო ვენტილაცია უკვე სიცხე არის 30 გრადუსს გადააბჭა ქუთაისში და არაჩვეულებრივად მუშაობენ იქ ხალხი მადლობა ღმერთს და აპრილის თვე დამთავრდა საქართველოს დღეს 1 მაისია და ჯერჯერობით არ შექმნია იქ და რა არის ეს დანასწრუნება თუ ჩვენ პრემიერ-მინისტრს არ უნახია უზარმაზარი აბუ-დაბიში უზარმაზარი კომერციული ცენტრები ორჯერ დიდი ფართობია და ისე იქნება ადგილობრივი ვენტილაცია და აი ამ ქუთაისში არის მანდამან შეუძლებელი ცხოვრება და მოღვაწეობა ესეთ იმაში მე არ ვიცი ეს არის ქუთაისის აბუჩად აგდება და მე ქუთაისელი კაცი ვარ და მე აბუჩად ჩემ ქალაქს ძალიან დიდი ბოდიშია რამდენი მილიარდიც არ უნდა გქონდეს პატრონები ვერ ავაგდებინებ აბუჩად ჩემ ქალაქს კარგი მადლობთ ბატონო ერაკლი ელისო მე მინდა გითხოთ რამდენად ჩემთვის ცნობილი არის თქვენი აქციის მიმდინარეობის პერიოდში უამრავი პარლამენტარი შედიოდა სესიაზე თუ არ ვიცი სასესიო დღე იყო დღეს თუ კომიტეტების მოსმენები იყო პლენარული დღე ნუ რაღაც საპარლამენტო სამუშაო რიგითი დღე იყო. უამრავი პარლამენტარი შედიოდა და თუ მოსულა მაგალითად ან ოცნებიდან, ან ნაციონალური მოძრაობიდან გარდა კობა დავითაშვილისა, უკვე ასე ვთქვათ, ცნობილი მისი პროვოკაციული აქილული არის Facebook-ზე, გაზეთებში, ტელევიზიით და ამ გადაცემაში გარკვეულწილად შევეხეთ ჩვენ უკვე ამ კობას ეპიზოდს დღევანდელი აქციიდან. ხომ არ მოსულა ვინმე და ან ცუდი, ან ხარდამჭერი, ან რაიმე სხვა ასეთი რამე ხომ არ დაგამახსოვდათ ამ აქციის მიმდინარეობის დროს. ის ხდომა, როგორც წეღანი ირაკლიმ აღნიშნეს, ხდომა იწყებოდა და დეპუტატები შედიოდნენ პარლამენტში. გაიარა ბატონმა აკაკი ბობოხიძემ და რომ დაინახა ადამიანები რომლებიც ვიდექით აქციაზე სულ ეს ახართო ანუ ბატონ აკაკის ვეტყვი რომ სულ ეს ვართ დღეს იმიტომ რომ დღეს დაიწყო ეს აქცია მაგრამ გავაკეთებთ ისე რომ გავხდეთ უფრო მეტი და გავაკეთებთ ისე რომ ქუთაისლებმა თავიანთი სათქმელი თქვას
და არ არის საჭირო მთელი მონაწილეობა ბატონი ეს იყო ბატონი აკაკის მთელი დღევანდელი მონაწილეობა ეს იყო ეპიზოდი ეს იყო მთელი ეპიზოდი მისი მონაწილეობის აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა რომ ძალიან მესიამოვნებოდა მე პირადად რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები მაინც მდგარიყვნენ დღეს ჩვენს გვერდით ისინიც არიდგნენ სამწუხაროდ შესწრებია ამ აქციის ცვლილობას კი ისინიც არიდგნენ სამწუხაროდ მაგრამ კიდე ეს კიდე ერთხელ მოწმობს იმას რომ ჩვენ არა ვართ აქტივისტები და ჩვენ არა ვართ პარტიის წევრები და აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა რომ ეხლა ჩემთვის კითხვის ნიშანია ორივე მხრიდან ქართული ოცნების მხრიდანაც და ნაციონალური მოძრაობის მხრიდანაც რა გარანტია მაქვს რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს როდესაც შეიტანენ ამ საკითხთან დაკავშირებით ხმების უმრავლესობით არ გავა ეს საკითხი ამის გარანტია მე არ მაქვს სწორედ ამიტომ ვგრძნობ თავს დაუცველად და ამიტომ ვდგავარ დღეს იქ აქციაზე თუ არა თქვენში ან ბაჭუკი თქვენში ან ირაკლი ეჭვი იმისა რომ თუ დადგება ეგ საკითხი და როგორც ბატონი პრემიერი ამბობს აუცილებლად დადგება ადრე თუ გვიან საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების საკითხი პარლამენტის თბილისში გადატანასთან დაკავშირებით ან მეორე მისამართად თბილისის ჩაწერაზე ან საერთოდ მისამართის ამოღებაზე რაც ხელს გაუხსნის პარლამენტარებს იმისთვის რომ თბილისშიც იმუშაონ და მე თბილისშიც გახდება უკვე მხოლოდ თბილისი არსებობს თუ არა ეჭვი რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც მრავლად დაუჭერენ მხარს ოცნების დეპუტატებს ამ გადაწყვეტილების მიღებაში. მოგახსენებ გოჩა, ნამდვილად დღეს ნამდვილად გაბრაზებული ვარ, ასე რომ ვთქვა და ერთადერთი რაც ადამიანში ვაფასებები არის ყურადღება ჩემო გოჩა რა და მით უმეტეს ახლა, როდესაც ნაციონალურ მოძრაობაზე გვაქვს ლაპარაკი, დღეს ჩემთვის ნამდვილად გასაკვირი არის, რომ არ გამოდგა ისეთი პიროვნებები, დეპუტატებიდან ნაციონალურ მოძრაობაზე მაქვს ლაპარაკი, რომლებიც ჩვენ აქციას, ასე რომ ვთქვა, გულთან მიიტანებდნენ, გამოვიდნენ და გვერდში დგომას გამოგვიცხადებდნენ რა, სოლიდარობას გამოგვიცხადებდნენ. აი ნამდვილად გეუბნებით, რომ ნამდვილად არ მესიამოვნა დღეს რომ რამოდენიმე მაინც არ გამოვიდა და ასეთი გვერდით დგომა არ გამოგვიცხადა, ანუ სოლიდარობა. და რაც შეეხება იმ საკითხს, რა თქვენ თქვით, ვერაფერს ვერ გამოვიცხავ დღეს რა გოჩა. ისეთი სიტუაცია თვითონაც ხო უკვე ყველა ვხედავთ ამას ვერაფერს ვერ გამოვიცხავ და ვერაფერს ვერ ვიტყვი რომ ნამდვილად დაუჭერენ და უმრავლესობას მოიპოვენ ამ საკითხში მართველი პარტია თუ მხედველობაში მაქვს ნაციონალების დახმარებით ნამდვილად ვერ გამოვიცხავ და ვერ დავდებ თავს რომ და ეს არ მოხდება ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომ ვართ ჩვენი ადამიანები შეკრებილი, რომ ეს არ მოხდეს, არ დაუშვათ და დავანახოთ იგივე ჩვენს მოაზროვნებს, ჩვენსავე მოაზროვნე დეპუტატებს, რომლებსაც უნდათ რომ დარჩეს ქუთაისში პარლამენტი, იმათ დავანახოთ რომ მარტო არ ვართ. და შემოგვიერთით რა. და არც ისინი არიან მარტო რა. ამის დანახება შეგიძლიათ ბატონო ბაჭუკი დაასახელოთ პერსონალურად ეს დეპუტატები, რომლებიც თქვენს გვერდში დგანან ამ საკითხში. კი არის მაგალითად პირადად შემიძლია გოგა ხაჩიძე. აი თავიდან ბოლომდე რომ შეიძლება რომ ითქვას რომ ჩვენ გვერდში არის, არიან კიდე ბევრი ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი კანდელაკი, დიახ ჯაფარიძე, ზურა რატიანი, აი თავდადებულები რა რაც შეიძლება რომ აი ფარხმალ ამოღებულები რო იბრძვიან ქუთაისში რო დარჩეს პარლამენტი და არის კიდევ ძალიან ბევრი იგივე ახლა აგერ ახსენა ელისო წეხან რომ კაკო ბოხიძემ ასე მაგრამ შეიძლება კი რომ ესე იგი როგორ ახლა მე ვერ დაუშვებ რომ კაკო ბოხიძე ამაში მხარში ბოლომდე მე არ მინდა ყოველ შემთხვევაში ეს ასე რაღაცა ხო ახლა რაც მოყვა ეს გულთან გულზე მოსახვედრი არის რა თქმა უნდა და ძალიან საწყენი არის რაზი არის რა თქმა უნდა შეიძლება ემოციურადაც მოვიდა ბატონ კაკოს იმიტომ რომ მისი ინიცირებული რამდენადაც ვიცი ქუთაისში პარლამენტის
დაფუძნება და შეიძლება გულიც ეთკინა ეხლა რომ ცოტა ხალხმრავლობას ელოდა ეტყობა და ეს ორი დღის დაანონსებული და კიდევ ერთხელ ვამბობთ ეს არის დასაწყისის დასაწყისი ხო ასე ხო ეს არის დასაწყისის დასაწყისი ხვალ უფრო მეტი ვიქნებით ზეგ უფრო მეტი ვიქნებით და თითოეული ქუთაისელი მე დარწმუნებული ვარ ვისაც ქუთაისი უყვარს ყველა დადგება ჩვენ გვერდზე და არა მარტო ქუთაისი თლიანად დასავლეთ საქართველოსთან თლიანად საქართველოს რა ელისო რამდენად ხართ დარწმუნებული რამდენად გაქვთ იმედი იმისა რომ თქვენი რიგები უფრო ხალხმრავალი იქნება ანუ რამდენადაც ჩემთვის დაკვირვების შედეგად ეს დავასკვენი რომ თუ ხალხმრავალი არის საპროტესტო ტალღა მას გარკვეულწილად მთავრობა ანგარიშს უწევს თუ თქვათ მაგალითად თქვენ შეძლებდით რომ 500 ადამიანის მობილიზება გაკეთებიათ შეიძლება 500 ადამიანის საპროტესტო გამოსვლა შეიძლება ანგარიში გაუწიოს ხელისუფლებამ მე ვითანამშრომლობ ყველა და პირადად მე ვითანამშრომლობ ყველა ადამიანთან ვინც ამაზრზეა ვინც მხარს უჭერს პარლამენტის დაწერას დატოვებას ქუთაისში და პირადად ვიქნები არ ვიცი აი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ეს აქცია უფრო ხალხმრავალი იყოს ერთის მხრივ ეს ჩემს პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობ და მეორეს მხრივ მართლა ვიცი რომ ადამიანები მიუხედავად თავიანთი პოლიტიკური შეხედულებებისა ამ საკითხში ერთსულოვნები არიან ქუთაისლები განსაკუთრებით არის ბევრი ესეთი გამონაკლისებიც არის რა თქმა უნდა მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც ქართულ ოცნებას დაუჭირეს მხარი მაგრამ ამ საკითხში დგანან ჩვენს გვერდით და იმ ადამიანებსაც მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა და მაგ ამ ადამიანების მხარდაჭერის იმედი და ვფიქრობ რომ 500 ადამიანს კი რა ცოტა მეცაც მოუღრეთ ალბათ თავს ნამდვილად დიდი მადლობა ჩვენს გადაცემაში სტუმრობისათვის დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენს უსანელს რომ უსმენთ ამ გადაცემას გამოვთქვათ იმედი იმისა რომ თქვენ შეძლებთ უფრო ხალხმრავალი საპროტესტო ტალღის მობილიზებას და გამოვთქვათ იმედი ასევე რომ ქუთაისის ეს პარლამენტი ეს სიკეთე რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით ქუთაისს შერჩება ბოლომდე კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე მადლობა გრიფით საჯარო ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს ვსაუბრობთ ყველაფერზე რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს ჩაერთე მოიფიქრე დაინტერესდი მოგვაწოდე იდეები და თემები გრიფით საჯარო ჩვენ ვსაუბრობთ